პოლიციას. უშვებ ამ ყველაფერს რაც ხდება. მე მგონი გადრადო, რომ ქართველმა ერმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თუნდაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ აი ეს საშინელება ამ ქვეყანაში. მე ახლა დღეს ამოღებული არ მაქვს, მაგრამ ყველას ვპირდები. ამ საღამოს დავჯდები და ზუგდიდელების სახლი ვიზით გადაფორმებულია ბანკების სახელზე. და დღეს თავს იწონებენ და ვითომ დამალულები არიან ყველა სახელს და გვარს გაბასაჯაროებით. გაბასაჯაროები, იმიტომ რომ ჭირი თავს არ დაიმალავს. ეს არის ბოროტების პიკის ზეიმი აქ ამ ქვეყანაში. ეს არის უღმერთობა ყოვლად ხალხო დააგვჩის მამაზე ციერი. დააგვჩის ინდიფერენტულობის გამო და ჩემი შენი სახლი კი არა ყველაფერი ახლად დარჩება. დარჩება იმიტომ რომ დაუშვით და აქამდე მოვიყვანეთ. აქამდე მოვიყვანეთ ეს უღმერთობა. Galačrdieru, პირდაპირ გეუბნები, galačrdieru, dačačanakdieru. ერთსაც ვერ გიწოდებ ნახირად გადაიქეცი უნდა გითხრა. ყველაფერი დაუშვით აბსოლუტურად. ამ პარტავნობამ, უდაბზიკობამ შეგიფხრო. თორე აქ დღეს ნახევარი საქართველო უნდა ყოფილიყო. მაგრამ შენი ხმის იმედზე გინდათ თქვენი ცხოვრება მოიწყოთ და ვერ მოიწყობთ დამიჯერეთ. ვერ მოიწყებთ, იმიტომ რომ იმდენი უფლისში უნდა დავარდეს ქვეყანაზე, რომ თავის გამოყოფი შეგეშინდებათ მალე. და ასეც იქნება ეს დარწმუნებული ვარ. ასეც იქნება დიდება უფალს მე დღევანდელი დღე მაჩვენებს ხვალდაზე როგორ უნდა მოვიქცე. თუ არაფრის ღირსი არა ვართ, არც არაფერი არ მოგვეცემა. და ყველა ის ვინც შემოთესა ჩემ ქვეყანაში ეს კანონები ურია მასონებო არ გოგონოთ რამე შეგრჩეთ. არ გეგონოთ ვინმეს რამე შეგრჩეთ. სადა ის უფროსი ვინარი უფროსი გადაიხდი დღეს გადაიხდი ფული აქვს და მისცემ არ უნდა ფული რო არ უნდა არის გამოსა ამიდება კაცო ასა აღუდგები ყოველი დღე ჯოჯოხეთა იქცე ფული გააქვს ბიჭებო მუშაობ რატო დახავი კი როგორ დავალებას ასო შოთა ვინა ის ადამიანის გული არ აქვს საერთოდ დამდგება დამილება იმას აიძულოს ლაპარაკებაზე ეს არ შეჩება არავის ვანგო თქვენ სხვა გიხარიათ რა სიტუაცია მესახია მიშენებია ფული ავან სოდო არ არის ბოლოს და ბოლოს ის ადამიანი ვიცხოვრებს რამე პირდაპირ შეგარ ორივეში
იქა და უკვე ვიცაუბრობს. რა უნდა ვისაუბრო? იქნებ მორიგება იყოს. აი ეს შევეხვეწოთ ძალიან ყველას, რომ მორიგება ყველა ამოვიღებ პასპორტებს ამ ადამიანს, რომ მორიგება ვაწარმოოთ. ჩავაბარეთ პასპორტებს ყველა. კი ბატონო მორიგება აუცილებლად მორიგება უნდა შეძლეს აუცილებლად საგები ამაზოს ვარ მე ავამყოფობის გამოვიდეთ გამოსახლება ვესმის ავამყოფის ყველას გაჭირვებოდა შაშვი გაგვიჭირდა ყველას გვესმის მაგრამ საჭირი ყველას გაგვიურაკუნებს ვესმის ჩვენც მაგას ვთქვით რომ მოლაპარაკება უნდა შეძლოს ლაპარაკები გამოვარ ყველაფერი დახარონ სამუშაო ყველაფერი და მოვიდნენ არ შეიძლება დღეს აქ გამოსახლების დაშვება არაფრით არ შეიძლება დღეს ბოროტის დაიმი ალბათ კი ჩემოსამეგრელოს მაცხოვრებელმა მე ბათუმიდან ჩამოვედი თქვენი რეგიონის მაცხოვრებელს გვერდში დაუდგეთ ბიჭო ნერვებისგან კანკალებ იმიტომ რომ წინააღმდეგობას ვერ ვუწევ ამ საზისხარ პოლიციას ამ საზისხარ სისტემას იმიტომ რომ ხალხი არ გიდგეხართ გვერდში როგორ არ ხვენიათ როდესაც ვიღაცეებისკენ ხელს იშლით რომ ხედრიონელებმა დაგვაჭახათ გაგვაუბედიურეს თქვენს გვერდით მყოფებს რას უშვებით არ ხვენიათ კარგად ჩაფიქრეთ ეხლა თქვენს გულებში თითოეულ თქვენთაგანმა უცხოელები ხო არ არიან აქა აქაც ისევ სამეგრელოს წარმომადგენლები არიან პოლიციის თანამშრომლების საახსრულებლოს და თვით სისტემის წარმომადგენლების მაგრამ არ უდგეხართ გვერდში არ იფრით თავისუფლებისთვის გამოდით გადააბიჯეთ თქვენი თავმოყვარეობა და დაუდექით ხალხს გვერდში ერთი ადამიანის ერთი კოლხი ცხოვრები ჩვენთვის ძვირფასია დღეს ნუ გავწირავთ ერთმანეთს კარმა შემოგიბრუნდებათ აუცილებლობად ყველა სათითაოდ გაგანადგურებენ ამის გარანტიას გაძლევ ამის პირობას ვიზნები უახლოეს 5-10 წელიწადში ყველა განადგურდებით ქართველი გადაშენდებით სადლიფსაძე ბარი დარჩებით მერე გვიან იქნება ამას გვეუბნებიან წმინდანები გვეუბნება ღმერთი დადექით სიკეთის მხარეს პატივი ეცით ერთმანეთს გაიგეთ ხალხო ძალა ერთობაშია ძალა ქართველობაშია ძალა სულიერებაშია და ნუ იქნებით სულიერები იყავით სულიერი ქართველი ნუ იქნებით ფიზიკურები რობოტები გადაჯიშებული გადაგვარებულები მეტი რა გითხრათ არ მინდა კიდე სხვანაირად გაგლანძღოთ არ შემიძლია სხვანაირად ლანძღვა მაგრამ ღმერთმა ნუხნას რომ სხვანაირადაც რო გითხრათ დადგეს ის რო მოლაპარაკებაზე რო წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე მოგესალმებით ზუგდიდლებო ვინც მიყურებთ მე ვარ თბილისიდან ჩამოსული ამ ოჯახს რო გვერდში დაუდგეთ ხოლო აქაც აქაური მოსახლეობაც არ გამოვიდა იმდენი რომ ადამიანებს და ამ გაჭირებულ ხალხს გვერდში დაუდგეთ სანამ თვითონ თქვენ ოჯახის წევრებს არ გამოგისახლებენ სახლიდან მანამდე ვერ ხვდებით ამას მოლაპარაკებას ვითხოვთ და იმ თანხას გადაიხდიან დრო დათქვან და შემდეგ თვითონ დატოვებენ იმ სახლს და საცხოვრებელს თუ იმ დროში ვერ შეეტევიან ერთი გადავადება მაინც ძალიან გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ რომ პასუხისმგებლობა აიღოთ და ეხმაროთ ამ ლამაზ ოჯახს და მოგავაებებთ მართლმადიდებლობა იმას კი არ გვეუბნება რომ გაჭირების წესი დააჭირო გვერდში დგომას და სიხარულს მოვითხოთ ერთმანეთისგან მეც არაფერს ჩვენ ამ პოლიციელებს დავალებას ასრულებთ და მესმის სამხარხის მონდორი აცვიათ და არ თვითონ არ ხარიათ მე მგონია ასე და მათვალებს ვხედავ იმ გზნობასაც რამდენი ქართველი ადამიანი ისახავდა მიზნად
ყოველთვის ერთმანეთის დახმარება, ერთმანეთის ზრდომა. მიაწერეთ ის თქვენი საქმეები ცოტა ხნით და მოებრძანდით და დავედეგით ამ ოჯახს გვერდში. ჩემო მეგობრებო, ძალიან აგთხოვთ, ვილოცოთ დღეს ბოროტმა არ გაიმარჯოს. კიდე ერთხელ ვიმეორებ და ვამბობ, ეგ მევაშეც ჩემთვის, ჩემი ტკივილია, ჩვენი საერთო ტკივილია. იმიტომ რომ ტერმა ჩააგდო ბოროტების მარცვალი, რომ ერთმანეთი დავხოცოთ. სამიზნეა საქართველოს გლობალისტების და მევაშეობა ყველაზე დიდი იარაღი. ვილოცოთ, რომ დღევანდელი დღე ისე დამთავრდეს, რომ მევაშეც აღსრულებაც, ხელისუფლება ყველა სიმართლეს და უფლის მხარეზე დადგეს. ეს უღმერთობა, აი ეს საშინელი უღელი, არ ვიცი რა ვთქვა, უნდა გადავაგდოთ დღეს. აუცილებლად ხელისუფლება არ ვამბობთ, რომ ჯიჯონაია მართალია. მაგრამ ეს თქვენს მიერ მე ამ წუთში ამ ხელისუფლებას არ გულისხმობ. ეს არის რამდენი წლებია. დაგებული მახეებია საკუთარი ერის წინააღმდეგ. როგორმე თქვენც ვერ გაიგეთ ალბათ რა სიღრმესთან, რა ბოროტებასთან გონდა საქმე. დროა გავიაზროთ და აიღე პასუხისმგებლობა, შევქმნათ სახელმწიფო ბანკი. ეს არის გამოსავალი, ყველა გაიღებს, ყველა დავდებთ თანხას. ოღონდ შენ უნდა დადგე გარანტორად. თორე ერი ფაქტიურად სიკვდილის პირას არის. საქართველოს რეანიმაციაში სულ ზღაფავს. დიახ, მე ვქვითინებ, ტირი ვარ. მამიჩ ბრკიანგი ფრეის ვაკეთე ამხა. იმიტომ რომ ეს ბოროტება არ განხორციელდეს. ეს არ არის ხალხო ჩვეულები, ვირასაც შევეგუებთ. ეს არის პირდაპირ სატანის კანონი. და სატანას ემსახურება დღეს ამ კანონებით, ხელისუფლებაც, აღსრულებაც, მევაშეც. გამოვიდეთ ამ სატანიზმისგან, ხალხო. გვეყოფა თორე ერი დავიჯებით, ქვეყანა დაიჯება. გვეყოფა. მე იმედი მაქვს, რომ გამოვა ის ვინც არის წარმომადგენელი და მივაღწევთ ჩვენ მოლაპარაკებას. მივაღწევთ, იმიტომ რომ უნდა გავითავისოთ რა გვჭირს. არავის არ შეგვერგება დამნაშავედ, ყველა მტყუარი ვართ, ყველა დამნაშავე ვართ. აბსოლუტურად ერთი ძადვის უმპეში ვიხარშებით ყველანი. იქ კაზინოები, აკავაკასი უბედურება, ნარკოტიკები, გააბრუეს და დაუტირესებს. ამიტომ გონზე ვავიდეთ, რომ ჩვენი ხსნა მხოლოდ იმაშია, რომ ამ წუთში ვილოცოთ და მოლაპარაკება ვთხოვოთ, იმიტომ რომ ვამბობ დღევანდელი დღე ბოროტების არ უნდა დაუშვათ. არაფრით. მე ახლა ბევრს ვერ ვიტყვი, ძალიან აღემებული ვარ. ჩვენ ნახევარია ვწევარ, მაგრამ დღეს ჩამოვედი ბათუმი და ერთ-ერთი თავდები მე დავდგები, რომ მოგცენ დრო მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ და ჩვენ გადავიხდით ამ თანხას. ეს არ არის სასწაული თანხა, რომ ამ ხელა სახლი კაცმა დატოვოს და გამოვიდეს გარეთ. გთხოვთ ყველას დაუდგეთ ამ ოჯახს. ნამდვილად ეს ხალხი გადაიხდის მაგ ფულს. ერთ-ერთი მე ვიქნები ამათი თავდები. გეხვეწებით ყველას, გამოდით, მოდით ყველას. რა დაგემართათ მეგრელებო? მწვენია რატო სამეგრელოდან ამდენი ხალხი? რატო არ აკყავთ ხალხი? ბათუმიდან, ქობულეთიდან, თბილისიდან, სხვადასხვა რაიონებიდან არის ხალხი და რატო ზუგდიდიდან არ არის? გთხოვთ მოლაპარაკებაზე წამოდით და გადავიხდით ამ ფულს ჩვენ. მე გაძლევთ პირობას, რომ გადავიხდით ამას. ერთ-ერთი მე ვარ ამისი თავდები. გარანტი მანქანას დაუშვება სწავლება, მაგრამ სანაისაც ყველა ჩვენ მეზობლები პასპორტები თავდები, რომ დავუდგეთ
თავკაცი გვაჩვენი. თავკაც არ გვაჩვენებენ, მათი კი არა, ეს პასპორტი საერთოდ უნდა დაწყოს და მოსწრო რა. საქართველოს ვისი მოქალაქე ვარ, რა გვინდა ეს პასპორტი, ეს ქაღალდები ვათრიოთ. უნდა ცეცხლი წაუგიდოს ადამიანება გაიზარდამშიო რა. ჩვენ ადამიანებს ჩარეცხილებს ადამიანება გარჩულია. გამოსავალი ვამბობ, ეს არ არის მარტო ერთი ოჯახის პრობლემა. 100,000-ობით ოჯახების გამოსახლების მოთხოვნაა უკვე აღსრულებაში. მე მაგ საკუთარი მონაცემთა ბაზა და ვიცი, ზუგდიდში რა ხდება, სამეგრელოში და კერძოდ მთელ საქართველოში. გამოსავალი არის მხოლოდ ვამბობ, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. უნდა იყოს გარანტორი და უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომელიც იქნება საზოგადოების საწყისებზე. საწესდებო კაპიტალისტვის ყველა დადებს ფულს აბსოლუტურად. ყველანი და სახელმწიფო კეთილინებე, თუ ხარ სახელმწიფო, თუ ქვიათ მმართველები, ხელმძღვანელები, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. და ყველანი არ გექნება თქვენი ჯიბიდან გასაღები. პირიქით გეუბნები, გაძლიერდი ხელისუფლება, გაძლიერდი შექმენი შენი ბანკი. ოდო ვეგეთით ამათხუა ძალიან რომ იგარენებს ყმა და ხვას მათხუა. ჩვენ საკმარისი დიდება უფალმა დაგვაბერტყა ყველანაირი სიმდიდრე. და ნუ ჯამს აფიოროლა მარტო ამას. ეს ერმა ვინ წარმოქმნა ყველას ისაკუთრება. და კეთილინებე და დადოქი გარანტორად ვამბობ. შექმენი სახელმწიფო ბანკი, მიეცით გარანტია მევახშეებს და ბანკებს. ამბილებიანად სასაფლაო. გაყიდული არ არის უკვე. ყველაფერი გაყიდულია. რა დაგჭა გაუყიდა? რატო არიან სახში, რა აჯენ სახში ასეთ მდგომარეობაში, ამას არ ვიცი რა. ვერ გამოდიან. რა, აი როგორ შეიძლება? თავრობამ არ დაინახეს. ყველას დამხმარე მithumetes ჯიჭუნაა. ყველას დამხმარე აბსოლუტურად. არ არსებობს გამოსახულება, სადაც ეს ქალი ლიდერობდა, რომ იმას არ ჩართულიყო და სხვა დაგმოწევს. ვერ გავიგე. ხო არ ჯდება ტელეფონი მეთქი რა. ვერ შევამოწმე. ვერა, მაშინ ნატასის ბლოკიზის რო შევგვერცი. თუ მომაწვით შევურთ. ხო, ისა დამიჭირეთ ხოთი. ნატა სად არის? რუსიაში რო არიან, სად არიან? თვითონ ადამიანები. დერ არის, მოდი არის 50%-ია. ხო, ვაკე. ვინც აღარ მოსულა დღეს, მაგას. საქმე გამოსახულება საფლავი არის. ნატა. არაფერის ბლოკი მინდა და მაგრამ ჯერ ყოფილა 50% და იყოს. ავდე საქმე სიგარეტი, ტელეფონი. წალი აიხეთ დიდად. მელავში ვიყო ხო სულ? მელავში ვიყო ხო? ცოტა ხანი ხო არ გავთიშო. რა შეგორცმეთ. მე გოგაო ტელეფონი არ დაჯდა. მაშინ ცოტა ხან გავთიშო მეგობრებო და შემოვარ ცოტა ხანში ეს. ცოტა ხნით მეგობრებო, გავთიშოთ ლაივს, ველოდებით აღსრულება შეგნით არის შესული საზოგადოება გარეთ ველოდებით. ნახოთ ეგ გამოვიდეს წარმომადგენელი ვინც არის, რადგან თვითონ ვერ მობედა და ბოლო-ბოლო მაინც მივახციოთ შეთანხმებას. ნახოთ, თუმცა სამეგრელო ნამდვილად არ მეგონა, უფრო მეტ აქტიურობას ველოდი შენგან, მაგრამ
ხედავ რომ ძალიან ცუდად შემოუწევია აქ გლობალისტების პროგრამას. უფრო მეტად მეგონა სამეგრელო მობილიზებული იქნებოდა. გიბაღუნა ეთი დუდიშ მოწირკინა ფადომუთ გარენვარ თიალით გილართით პრობლემა ქოიღუნა და თქვან ქუჩას დო ირკოს ქუწით მუგოჭენა იმიტომ რომ ჭირი თავსარდა იმალა და ბოლოს არძას ქონ გაკითხანა და ხვალო არჩი დო ჟირიშ აქტიურობაში მენჩა ვარდათ თქვას კან ნაშა ხუჯებშა გეჭოფით თქვან ვალდებულება ოდო ეთეშ გირაგადუ კრკიალი თოგო გილართე სკან ქუჩას ოდო არძასოკო უწუე ხვალესი ვამიშეოკო არძას ოდო ათაგერდასოკო არძა ეთი დროს მომეხმარებუნა ღორონთი ეთი დროზი ვაბუდ ღირსი დროებით